ხალხი რომ დადის, ან ჩვენ გავივლით სტადიონში შეხედავ, არის ცხოველებია, ფრინველებია. იყო კალათბურთის მოედანი, ფენბურთის მოედანი, მაგრამ განადგურებულია. ფეხბურთის მოედანზე ლაპარაკი არ გვაქვს. აი, კაცები და ცხოველები და რაღაცებია, აქცეული ფარები, შესაღები, იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობა და არც ბადებია და საერთოდ არაფერი. ბურთებიც კი არ გვაქვს, რომ საერთოდ ვითამაშოთ და რაღაცნაირად გავერთოთ. ესაა ჩვენი ერთადერთი გასართობი და ძალიან გვინდა რომ გაკეთდეს, არ იყოს ცხოველები, ფრინველები და საშუალება გქონდეს რომ ვითამაშოთ. დასასრულდომი ადგილებიც არ გვაქვს, რომ მაგალითად ვუყუროთ, ან შეისვენოს მოთამაშეებმა და გვინდა რომ ესაც გაკეთდეს. და გვინდა რომ აქ ან ზემოთხარეს რამდენიმე წლის წლების წინ აქ იყო ძალიან ბევრი სკამები, საიდანაც ხდებოდა ფეხბურთის ყურება და დაკვირვება, ტარდებოდა სხვადასხვა ჩემპიონატები და გვინდა რომ ეს გაგრძელდეს და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებში. არ მოგვეძებია სოფელში თემში ასებული პრობლემები, ჩვენ რა ვურჩიეთ სტადიონი, იმიტომ რომ თანხები შედარებით ნაკლები ჭირდებოდა და ამიტომ გვინდა რომ გაკეთდეს მოედანი. და ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ პროექტი, სხვადასხვა ისინი ჩამოვწერეთ, ავიღეთ ინტერვიუები, ფოტოები და გვინდა რომ გაკეთდეს. ჩვენთვის ასწავლებელი გულის ახალგაზრდული ასოციაციიდან მიმავლის თაობიდან შემოვიდა ხალბატონი ვანანა მანამასწავლებელი წინადადებით, რომ თანადაფინანსება ჭირდებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამისათვის მიმართეთ პირველ რიგში გამგებლის მოადგილეს ბატონ გიორგი ყურჯუმელიძეს, რომელიც კურირებს ამ დარგს ახალგაზრდულს და სოციალურ მხარეს და მისგან გავიგეთ, რომ ეს ამაში შეიძლება მუნიციპალიტეტი გვერდზე დაგვიდგეს შეთანხმდა მუნიციპალიტეტის გამგებელთან და მისი კეთილინების საფუძველზე ბატონო მერაბიმ დაგვირდა დღეს, რომ შეძლებს დაგვარად ის თანხა, რომელიც მოთხოვილია თანადაფინანსების სახის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, აუცილებლად იქნება ხარდაჭერილი და მოიწონა კიდევაც იდეა. უნდა დამოჩნდეს და განათება იყოს ამ სტადიონში, ხო? არის განათება, მაგრამ ეს განათება არის მარტო კალათბურთის და ბრემბურთის მოედნები, სადაც აი იმ ხანეს უფრო ანათებდა. სადაც ეს მინი სტადიონია იქ არ უწევს და თუ შესაძლებელი იქნება ამისი და რაღაცა. შედგა შეხვედრა ნაგომრი საჯარო სკოლის წევრებთან, რომლებსაც ქონდა წარმოადგენილი ზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინიციატივა ცენტრის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ესეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობის პროცესში, მოხდეს ურთიერთობების, ანუ ასე ვთქვათ, კომპეტენციების საკითხებში გარკვევა ახალგაზრდების მხრიდან და მოიხსნას ყველანაირი ბარიერები. ჩვენ ეს ინიციატივა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინეთ და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებისათვის გარკვეული თანხას დაახლოებით 11,000 ლარი. ამ პროექტსაც ექნება მხარდაჭერა და დაფინანსდება დაახლოებით 1,600 ლარის ოდენობით. იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება.